გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი წელიწადში საშუალოდ 40,000-მდე ქართველ და უცხოელ ვიზიტორს მასპინძლობს. მუნიციპალიტეტს სტუმრები მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან ხავს. ზამთრის პერიოდში რეგიონისადმი ინტერესი განსაკუთრებით იზრდება აზიური ქვეყნებიდან, ხოლო გაზაფხულიდან და ზაფხულში უკვე ევროპული ტურისტების რიცხვი იმატებს ჩვენს რეგიონში. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ვიზიტორებს კულტურული და ისტორიული ადგილების მრავალფეროვან არჩევანს თავაზობს, მათ შორის ისინი სრული შემთხვევაში ეხმარებიან ტურისტული მარშრუტების დაგემღვასა და ტრანსპორტირების მოძიებაშიც კი. ცენტრს გააჩნია ინგლისურენოვანი საინფორმაციო ბროშურები, სადაც წარმოდგენილია შიდა ქართლის ტურისტული ღირსშესანიშნაობები. ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარულ მიმართულებად რჩება უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი და სტალინის სახლ-მუზეუმი, თუმცა ცენტრი გორის მუნიციპალიტეტის გარდა აქტიურად უწევს რეკომენდაციას არანაკლებ საინტერესო ადგილებს შიდა ქართლის მასშტაბით. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი არსებობს 2011 წლიდან და ჩვენი ძირითადი მოვალეობა, მე ახლა გაგაცნობთ რა არის ჩვენი ძირითადი მოვალეობები, საქართველოში შემოსულ ტურისტებს ვაწვდით ნებისმიერი სახის ინფორმაციას, რაც არის მათთვის საინტერესო. ეს შეეხება ინფრასტრუქტურას, შეეხება თქვათ გადაადგილების საშუალებებს, ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას და მონახულებას, ნებისმიერ ინფორმაციას, რაც არის მათთვის საინტერესო საქართველოს მასშტაბით. ეს არის ჩვენი მოვალეობები, ინფორმაციას ვაწვდით ინგლისურ, გერმანულ, რუსულ ენებზე. რა თქმა უნდა, ვემსახურებით ქართულ ტურისტებსაც, ვიზიტორებს, ვეხმარებით ტურისტული მარშრუტების შედგენაში. ესეც შედის ჩვენს მოვალეობებში, განსაკუთრებით ეს ხშირია არდადეგების დროს, როდესაც მოსწავლეებს უნდა სხვადასხვა კუთხის მონახულება. ეს საქართველოს მასშტაბით. რაც შეეხება სტატისტიკას, ჩვენი ცენტრი დაახლოებით ემსახურება 40,000-მდე ვიზიტს, ну საშუალოდ შეიძლება ცოტა მეტი, შეიძლება ცოტა ნაკლები, ან მეტი. როგორ არის სტატისტიკა, თქვა ზამთრის თვეებში უფრო მეტი აზიიდან და აქ იგულისხმება ჯგუფებიც და ცალკეული ვიზიტორებიც და უკვე მარტიდან გაცილებით მეტია ევროპიდან. იცით როგორ არის განსხვავებული სტატისტიკა, ლიდერობენ ტაილანდი, კორეა, ირანი, ჩინეთი, აქამდეც იყო ევროპული ქვეყნებიდან ჯგუფური ტურიზმი რაც შეეხება, ჯგუფები უფრო მეტად მოდის გერმანიიდან, თქვათ პოლონეთიდან ძალიან ბევრია, რუსეთიდანაც ბევრია და ცალკეული ვიზიტორებით საფრანგეთი თითქმის ყველა ქვეყნიდან აბსოლუტურად, სინგაპურიდანაც იყვავდა სტუმრები და აფრიკიდან. ყველაზე პოპულარული ადგილები გორში, უბრალოდ ტურისტებისთვის არის სტალინის სახლ-მუზეუმი და უფლისციხე. არის რა თქმა უნდა ჩვენ თავაზობთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს, არის დიდების მუზეუმი და რა თქმა უნდა სანახაობრივი ხა თქვა ქარელის რაიონში ძამის ხეობა, თქვა არის სამთავისიც, რკონის. ძალიან საინტერესოა საფეხმავლო ტურიზმისთვის, ძალიან ესეთი საინტერესო ატენის ხეობა მთლიანად. არსებობს კიდევაც ჩვენ გვაქვს ბროშურაც არის და არის უკაც ატენის ხეობის და რა თქმა უნდა ახლა უკვე ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიებითაც ინტერესდებიან ტურისტები და ჩვენი სააგენტო უშუალოდ მუშაობს იქ ბილიკების მარკირებაზე და მუშაობს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. რომ დაინტერესებულ ტურისტებს მოემსახუროს შეძლებს დაგვარად მაღალ დონეზე.